შინაგან საქმეთა სამინისტრო რეორგანიზაციას იწყებს პოლიციის სამმართველოების უფროსებთან და მათ მოადგილეებთან ერთად. უწყებაში საკადრო ცვლილებების ტალღამ უკვე რიგი თანამშრომლებამდე მიაღწია. კადრების განკარგულებაში არიან გადაყვანილი საპატრულო ჯგუფის მეთაურები, რომლებსაც ორთვიანი პროცესის შემდეგ შესაძლო უმუშევრობა დაემუქროს. მათგან ერთ-ერთ პრეტენზია დაუმსახურებელ მოპყრობაზე უკვე აქვს. გამოცხადებული რეორგანიზაციაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს არასამთავრობო სექტორიც. პოლიციის 10 მეთაური აბულაძე თავდაპირველად ინსპექტორის რანგამდე დააქვეითეს. შემდეგ კი განუცხადეს, რომ კადრების განკარგულებაში ფუნქციის გარეშე დარჩა. ეჭვობს 2 თვის შემდეგ გაათავისუფლებენ. ამტკიცებს, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამართალს პირნაცვლად იცავდა. გადაწყვეტილებას კი გენინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელ თენგიზ გუნავოსთან ნათესაური კავშირით ხსნის. მე არ ვაკეთებ იმ პოლიტიკურ განცხადებას, რომ მე იმის გამო, რომ მაგის დეიდაშვილი ვარ, მაგის გამო მან გამანთავისუფლეს სამსახურიდან. მაგრამ არ გამოვრიცხავ ამ დეტალსაც რა. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ახსნა განმარტების გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად არაფრის გარეშე მე გამიშვე სამსახურიდან. სამართალს უკვე უფლება დამცველებთან ეძებს. იქ სადაც მისი მეუღლე სამოქალაქო აქტიურობისთვის თვეების წინ ყოფილი ხელისუფლების არასასურველ პირთა სიაში მოხვდა. მეუღლის პოლიტიკურ ორიენტაციას იმ დროს არ უმოქმედია. ახლა კი ოჯახს უწყების რეაქცია უყვირს. როცა გარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ უდანაშაულო თანამშრომლების სტრუქტურიდან არ გათავისუფლებოდნენ, ვიყავი სრულიად დარწმუნებული, რომ ჩემ ქმარს არანაირი ცვლილება და საკადრო ცვლილება არ შეეხებოდა. მაგრამ ფაქტი სხვანაირად რეალობა სხვანაირად მოხდა. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნები ჩდება და იმისათვის, რომ ეს კითხვის ნიშნები აქტიურად იყოს პასუხისგაცემული, ამისთვის საჭირო არის, რომ ჩვენ გქონდეს ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურებისგან, რომ ოფიციალურად დასახელდეს ის მიზეზი, თუ რის გამო მოხდა, თორსა კონკრეტული სამართალდაცავი ორგანოს თანამშრომლის განთავისუფლება. სამინისტროში საკადრო გადაადგილებებს პოლიციის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობით ხსნიან. უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო. უწყებიდან თანამშრომლების დათხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან და ის პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. კადრების განკარგულებაში დარჩენილები და ახალი კადრები შეირჩევიან მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით. ბოლო დროს საპატრულო პოლიციის დანაყოფებში ხშირი იყო მოვალეობის შესრულების არაჯეროვანი შემთხვევები. პოლიციის მოქმედება კი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მთავარ პრინციპებს. აბულაძესთან ერთად დღეს სამმართველოში კიდევ 4 პოლიციელი დააქვეითეს. ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ისინი დუმილს არჩევენ. თუმცა სჯერათ, რომ პირადი საქმის გადახედვის შემდეგ მინისტრი ყველა მათგანს პოზიციებზე აღადგენს.